სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს გიბრუნდებით ისევ ჩემს YouTube არხზე. მინდა რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი დავიწყოთ ერთი პატარა მესიჯით ჩემგან. ზოგადად ხო ვიზახი ხოლმე რომ მესიჯი სამყაროსგან, მაგრამ ახლა გეტყვით რომ მესიჯი ჩემგან. ძალიან ცოტა რამ არის საჭირო ადამიანს მიანიჭო სულ მცირეოდენი ბედნიერებაც კი. არ ვიცი ეს მესიჯი ვის როგორ გჭირდებათ, მაგრამ როდესაც მომდის ხოლმე გარკვეული მესიჯები მე თვითონ არ შემიძლია რომ ეს ყოველივე არ გავაზიარო ხოლმე, შესაბამისად უეცრად თავში იდეამ გაიჟღერა, რომ უბრალოდ ეს იდეა უნდა დამეწყო ასე. და ალბათ ეს ვიღაცისთვის ძალიან საიმედო ინფორმაცია იქნება, საჭირო ინფორმაცია იქნება და იმედი მაქვს კარგად გამოიყენებთ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლაც ზუსტად ამ თემას შეეხება, ოღონდ ამჯერად იქნება მესიჯი სამყაროსგან. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით, თუ კი ვიდეოს მოიწონებთ და ალაიქებთ მაქსიმალურად, გამოიჩენთ აქტივობას კომენტარების ველში და რა თქმა უნდა გამოიწერთ ჩემს არხს, იმიტომ რომ დღითი დღე ვხედავ რომ ჩვენს არხზე მეტება გამომწერები, მაყურებლები და ძალიან ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ ვუახლოვდები მიზანს, რომ ეს გვერდი ჩვენი YouTube გვერდი გახდეს ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო მოთხოვნადი. უღრმეს მადლობას იხდის თითოეულ თქვენთაგანს იმ მონაწერებისთვის და იმ ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენთ ჩემს მიმართ. ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის. გამიხარდება თუ ამ შეტყობინებებს, რომელსაც იმწერთ ფიდბექების სახით, კომენტარების ველში დააპირსირებთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება რომ თქვენი მესიჯი გამომრჩეს, ყოველთვის ვკითხულობ, მაგრამ მინდა რომ აქ აქტიურობთ. აქ მინდა რომ აქტივობა გამოიჩინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ გვერდის გაზრდისთვის, შესაბამისად პირად შეტყობინებაში სტატისტიკა ვერ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე მინდა რომ სტატისტიკა მაჩვენოთ აქ და ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის სადაც მწერთ, იქ შეგიძლიათ მომმართოთ. პირადი ინდივიდუალურ შეტყობინებაში, რა თქმა უნდა, Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე, ან პირდაპირ Star Room-ზე დაჯავშნოთ თქვენი კონსულტაცია. ახლა კი გადავიდეთ გაშლაზე. დასტა, რომლითაც ვიმუშავებ დღეს, არის Starman-ი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი უსაყვარლესი დასტა, იმიტომ რომ ბაზირებულია მთლიანად ბოუიზე. დეივიდ ბოუი ალბათ ყველა მიცის და მისი ცნობილი სიმღერა Starman-ი. Yes. ზუსტად ეგ არის. და ზუსტად მის თემატიკაზე და ხათაშობის ცოტა ილუმინატზე დაფუძნებული დასტა არის და ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს, ძალიან მესაყვარლება და მინდა რომ დღეს ამ დასტით გაგიშალოთ მესიჯი სამყაროსგან. ამოირჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. შემდგომ კი შეგვიძლია დავიწყოთ გაშლა. პირველი ვარიანტი არის შავი ტურმალინის ქვა, რომელიც ასე გამოიყურება. მეორე ვარიანტი არის მთის ბრული, რომელიც არის დაუმუშავებელი და ასეთი სტრუქტურა ამიტომ აქვს. და მესამე ვარიანტი ესეც შავი ტურმალინია. სხვადასხვა ძალიან დიდი ხანია ეს ქოქს და ძალიან მიყვარს. ესე გამოიყურება. განათებაზე ბრწყინავს. ამოირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ ახსნა. მოგესალმებით პირველი ვარიანტი, ვინც შავი ტურმალინის მინერალი აირჩიეთ, მოდი ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. პირველი მესიჯი, რომელიც ამოდის თქვენს შემთხვევაში, არის მეფე ხმლების. მეფე ხმლების ზოგადად გვესაუბრება იმაზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში არის გადასაწყვეტი მოვლენები, რომელიც მოითხოვს დაფიქრებას. მოითხოვს დაფიქრებას იმ თვალსაზრისით, რომ არის აქ რაღაცა სიტუაციები, სადაც გგონია, რომ ვერ გვეყურებენ, მაგრამ რეალურად თვალთახედვის ობიექტში ხართ.
გარკვეულწილად აქ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ ამაზე ძალაუფლება, როდესაც თქვენ ისიც რომ გაკვირდებიან, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ის რაც გინდათ რომ აჩვენოთ პრინციპში. დიახ, ასე რომ სამყარო გეუბნებათ შემდეგ რამეს, დაუკვირდით მოვლენებს, დაუკვირდით განმეორებად გზებს ცხოვრებაში წარსულის ადამიანებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიძლება თქვენ ცხოვრებაში უჩვეულოდ დაბრუნდა. აი მაგალითად ადამიანი, რომელთანაც წლები ან თვეები არანაირი კონტაქტი არ გქონიათ, უეცრად სადღაც შეგხვდათ და უჩვეულოდ ბევრ შეკითხვას გისვათ თქვენს პირად ცხოვრებაზე, ან ზოგადად თქვენს ცხოვრებაზე, რას აკეთებთ ცხოვრებაში. თუმცა შეიძლება ვერ გესმოდეთ ბოლომდე რა განზრახვით აკეთებს ამას ხო, მაგრამ საეჭვოდ ჩანდეს მისი მოქმედებები. გარდა ამისა, აქ არის ისეთი ტიპის მოვლენა, სადაც სამყარო გეუბნებათ, რომ დააკვირდით თქვენი სამეფო ნელ-ნელა ხوارიშლება. სამეფოში გულისხმობ, რომ შეიძლება არის სივრცე, რომელშიც კარგად ჩამოყალიბებული ხართ, კარგად გამჯდარი ხართ, გარკვეული ტიპის სტატუსი გაქვთ, მაგრამ ახლოს გყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც მოდი ესე რომ თქვა, სულს უკან საფლავს უთხრით, ხო? ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამას. ნახოთ პირველი ვარიანტი სამყაროს. კიდევ ისეთი თქმა უნდა თქვენთვის. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ამ ადამიანების შესახებ უკვე იცით ჩემზე ფასებო. ამ ადამიანის შესახებ იცით, მეტიც ვცდილობთ პირიქით, რომ ახლოს გყავდეთ ეს პიროვნება და თითქოს განცდა გაქვთ იმისი, რომ თქვენ შეძლებთ ამ ადამიანის შეცვლას, მაგრამ გეუბნებათ, რომ ნუ კარგავ დროს ამაზე, იმიტომ რომ ის რაც შენ ჩაფიქრებული გაქვს, ეს ვერ მოხდება ისე, როგორც შენ ეს რეალურად გსურს, ამიტომ შეწყვიტე ამდენი effort, როგორ არის ქართულად? ამდენი ქართული დამარცხება. ძალისხმევის ჩადებას ისეთ ადამიანებში, რომელთანაც უბრალოდ აზრი არ აქვს. გარდა ამისა, ხედავ აქ ესეთ რაღაცას, რომ თქვენ თითქოს ბოლო პერიოდია ძალიან გაგიაქტიურდათ შეგრძნებები ადამიანების მიმართ, აი თითქოს იმდენად ემპათიურები გახდით, რომ მის შინაგან მდგომარეობას კარგად ვცნობთ და კარგად ხედავთ. ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ კარგი იქნება ცოტა საზღვრებს თუ აღმართავთ ამ შეგრძნებების წინაშე, იმიტომ რომ შეიძლება თქვენი და სხვისი ენერგიების ჯახი იმდენად მოხდეს, რომ აგერიოთ სხვისგან რას გრძნობთ, საკუთარი რა არის და შეიძლება სხვისი ტკივილი მომენტალურად თქვენი ტკივილი გეგონოთ. ანუ იმდენად ემპათიურები ხართ, რომ მომენტებში შეიძლება გერეოდეთ უკვე თქვენი შეგრძნება რომელია, სხვისი შეგრძნება რომელია, თქვენი აზრი რომელია, სხვისი აზრი რომელია. სხვადასხვა ეს უნარი აქვს ძალიან ცოტას. თუ კი ამის მართვას ისწავლით, დამიჯერეთ, ძალიან დიდი იარაღი იქნება თქვენს ხელში, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამითი ადამიანებს, თუ კი ამის შესაძლებლობა გაქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი ისეთი საკითხებისგან, რომელთანაც ზუსტად იგრძნობთ, რომ სარგებელი არ მოდის, ანუ პირიქით გაზიანებთ. სარგებელში არ გულისხმობ, როცა ვახსენებ ყოველთვის იმას, რომ მაინც და მაინც ვიღაცისგან რაღაცას უნდა იღებდე. უბრალოდ სარგებელში გულისხმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ თქვენ გაქვთ იმის რესურსი დაიცვათ საკუთარი თავი, არასაჭირო და არასასწორული მოვლენებისგან, რომელიც საერთოდ არ გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ჩემს პირად შემთხვევას მოგიყვებით, მსგავსი ტიპის შეგრძნებას გადაურჩენი ვარ ძალიან ტრაგიკული მოვლენისგან. სხვადასხვა სტარტში შემოვთქვა ეს სიტუაცია, იმის მერე ის ტაქსი საერთოდ წავშალე კომპანიის სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ რეკლამაში გამომივიდეს. ძალიან უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მანქანაში ჩავჯექი და არ ვიცი, ესეც დროს მირთვება ხოლმე გადარჩენის ინსტინქტი.
დაურეკეთ ჩემს მეგობრებს და მუდმივად მოძრაობის პროცესში მყავდნენ ჩართული ქოლზე. დავაკვირდი, რომ ისეთი გზით არ მიდიოდა ეს ტაქსი, როგორიცაც მოწასულიყო, როდესაც ვიცოდი ჩემი უნივერსიტეტიდან სახლამდე ზუსტად ყველა ის გზა, ვოკალეც და გზებიც რომელიც მიდიოდა, მაგრამ ეს ადამიანი ამ გზით არ მიდიოდა. როდესაც შენიშვნა მივეცი, რომ მეთქი გზა ხო არ შეგეშალათ და არა, მოკლე გზით მივდივარ, რომ ის გზა მოკლე გზით ნამდვილად არ მიდიოდა. ხო, და მე უკვე ჩემმა დაქალებმა ეს რო გაიგეს, რა თქმა უნდა, აიპოფრა ორივე და არო დაამუყამა უკვე რო ქოლზე ვიყავი და მარტო არ ვიყავი, დაუბრუნდა თავის გზას. თავიდან შემომთავაზა, რომ ხო არ გირჩევნიო, რომ ჩამოხვიდეო რა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ვიკრძენის აფრთხე. ხო და არა მეთქი, იმიტომ რომ ვიყავი სასაფლაოებთან. იქ რო ჩამოვსულიყავი, ალბათ უფრო რაღაც უარესი მოხდებოდა. მოკლედ, ნამდვილად არ მქონდა იმის სურვილი, რომ ჩამოვსულიყავი სასაფლაოებთან. მით უმეტეს, როდესაც ასეთი ადამიანის მანქანაში ვზივარ და ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ ჯანსაღად მივედი სახლამდე, მთელი გზა ვიყავი ქოლზე ჩართული. როდესაც სახლში დავუბრუნდი, კარზე გადავამოწმეთ, რომ ეს ყველაფერი რო არ გამეკეთებინა და მომენტალურად რო არ მიმოქმედა, რა შედეგი მოყვებოდა ამას და მე ვსწავლეთ კარგი არაფერი, იმიტომ რომ კარში რასაც ვხედავდი სამი ადამიანი, მოკლედ ის არ იყო, რაც ჩვეულებრივი მგზავრობის დროს უნდა გადახდეს ადამიანს, ასე რომ ასეთ შეგრძნებებს ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება იმ მომენტში ისეთი არაფერი არ ხდებოდეს, როგორც ჩემ შემთხვევაში, რამე შეიძლება დასაწყისში ეჭვი გამოიწვიოს, მაგრამ თავიდანვე გქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე ვერაფერს. ასე რომ, უყუაგდებთ თქვენს ინტუიციას და ყოველთვის მიენდეთ მას, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდ რაღაცას გადარჩეთ ამით, ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის, ჩვენ კი გადავიდეთ მეორე ვარიანტს. მოგესალმებით მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ მთის ბროლის მინერალი, რომელიც არის დაუმუშავებელი და ძალიან მიყვარს დაუმუშავებელი მინერალები, ნახოთ სამყაროს რისი თქმა სურს თქვენთვის. მეორე ვარიანტი, სამყაროს სურს გითხრათ, რომ ძალიან კარგად არჩევთ ცხოვრებას თავს. გარდა ამისა, გეუბნებათ იმას, რომ ცხოვრების ამ მომენტში ხართ იმ ეტაპზე, როდესაც დროა გარკვეული შედეგები მოიმკათ თქვენი შრომის. თუ მაგალითად რაღაც გარკვეულ პროექტზე მუშაობთ, შეიძლება შედეგისთვის დაალტება მოგიწიოთ, ზუსტად ეს ყველაფერი იმ ნაყოფს როდის მოისხავს, როდესაც როგორც თქვენ თავის დროზე გქონდათ ჩაფიქრებული. გარდა ამისა, თუ კი თქვენ ურთიერთობაზე გაქვთ ნაშრომი, გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ დროის საკითხია თქვენი დაოჯახების საფრთხე. ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ უკვე ამ ენერგიებში იმყოფებით. ვისაც მსგავსი ტიპის ენერგიები არ გაქვთ, თავშობ იგივე უკვე დაოჯახებული ხართ მაგალითად, გეტყვით მზაობა ხდება შულთან დაკავშირებული საკითხების სამყაროში მუშავდება გეგმა, მოდი ესე ვიტყვი, ვინ უნდა იყოს თქვენი შვილი. ძალიან საინტერესო ენერგია, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ადამიანი იქნება თქვენი მომავალი ბავშვი, იმიტომ რომ არ ვიცი რატო გაწვდით სამყარო ეხლა ამ ინფორმაციას, მაგრამ შეიძლება ზუსტად ისეთი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში თქვენი შვილის სახით, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ზოგადად თქვენ საგვარეულო ხაზში და თქვენი ცხოვრების სისტემაში ეს იქნება დიდის ხაზიდან თუ მამის ხაზიდან პრობლემური წერტილები, ეს ბავშვი ამას საერთოდ შეცვლის. საერთოდ შეცვლის იმ რეალობას, რომელიც წარსულში ქონდა თქვენს წინაპრებს უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. ამიტომ იყავით ზრუნველები მის მიმართ. კარგი იქნება თუ ამ ზრუნველობას გამოიჩენთ და კარგი იქნება თუ მთელი გულით გეყვარებათ ეს ბავშვი, იმიტომ რომ ასეთ ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ სითბო
სიყვარული და ყურადღება, ზრუნველობა განსაკუთრებით ვიდრე ეს ნებისმიერ სხვა ბავშვს შეიძლება ჭირდებოდეს, იმიტომ რომ ასეთი ბავშვების ხარჯზე ძალიან დიდი ტვირთი მოდის ხოლმე ცხოვრებაში, რომელთან გამტოლებაც მოუწევთ. შეიძლება მარტივი ცხოვრება არ მოუწიოს თავის დასაწყის ეტაპზე, მაგრამ მეზრდასრულობის ასაკში ძალიან მოდი ესე ვიტყვი, დიდ რამებს მიაღწევს ეს ბავშვი, თუ კი შეძლებს და გადალახავს ამ წერტილებს. კიდევ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის? სხვათა შორის შაბლონები ინგრევა თქვენს ცხოვრებაში ისეთ ფაზაში, სადაც შეიძლება მამაკაცის მხრიდან თქვენ ტკივილს გრძნობდით. აი მაგალითად, თუ იყო თქვენს ცხოვრებაში შაბლონი, სადაც დაუშვათ გრძნობდით, რომ არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება გარდაცვლილი ყავდათ სინაპრებში ვიღაცაები, აი ქმრებზე მაქვს საუბარი, ან რაღაც კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემა იყო გენეტიკაში. მოკლედ ასეთი ტიპის დეტალები, რაც თაობაში მუდმივად მეორდებოდა, აქედან ერთ-ერთი შაბლონი ინგრევა. მაგრამ ეს ეხება უმეტესად პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ქალურ ჯანმრთელობას. ნახოთ, სამყაროს კიდევ რისი თქმა სურს თქვენთვის? სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ჩემიზრფასებო ინფანტილურ მამაკაცს იშორებთ ძალიან მალე. ინფანტილური მამაკაცი მოშორდება თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც ადამიანია, რომელსაც საკუთარი თავის გარდა და საკუთარი სურვილის გარდა არავინ და არაფერი არ აინტერესებდა და თქვენ იბრუნებთ საკუთარ თავს. ან მეორე ვარიანტი, როგორც შეიძლება ეს რეზონირდეს თქვენთან, არის ის, რომ თქვენი პარტნიორი გაივლის იმხელა ტრანსფორმაციას, რომ ინფანტილური პიროვნებიდან გადაიქცევა ძალიან მეოჯახე ადამიანად, რომელზე უკეთესით შეიძლება მეორე არ გყოლიათ, ძალიან უცნაურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასე მოქმედებს, როდესაც ადამიანს რეალურად შეცვლა უნდა. ძალიან სერიოზული ცვლილებების წინაშე დგახართ თქვენ თვითონ, თუ კი მამაკაცები მიყურებთ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის პასუხისმგებლობის გააზრების ეტაპი, სადაც თქვენ უნდა მიხვდეთ რა არის თქვენი მოვალეობა. გაიაზროთ და აიღოთ ეს პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრების რეალური გზა ამ ფორმატში მიდის და არა ისე, რომ მუდმივად თავი აარიდო პასუხისმგებლობას და სხვას გადააბარო. ძალიან საინტერესოდ დაჯდა მინდა გითხრათ ეს ვარიანტები, იმიტომ რომ პირველ ფაზაში ქალბატონებზე იყო მიღებული ინფორმაცია ზუსტად, რომ არასასიამოვნო მამაკაცი იშორებენ ცხოვრებიდან, ან თავისი მამაკაცი იცლება. თქვენთან კი მამაკაცებთან პიროვნული ცვლილებების ფაზა არის. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მეორე ვარიანტი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოზე დაკომენტარება. მოწონება რა თქმა უნდა ჩვენი ვიდეოსი და არხის გამოწერა. მე კი დაგემშვიდობებით, გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მოგესალმებით, მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ შავი ტურმალინი. ნახოთ რა არის თქვენს გაშლაში. რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. ნახოთ. მესამე ვარიანტი, თქვენ ცხოვრებაში თავს იჩენს ის საკითხები, რომელიც თქვენში შიშს იწვევს. ახლა თქვენ ხართ ცხოვრების იმ ფაზაში, სადაც სამყარო თქვენგან მოითხოვს დროა ის დეტალები, რომელზეც დამოკიდებულები ხართ, რაზეც დამოკიდებულები ხართ, დრო ამაზე მუშაობა დაიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში იზიდავთ ისეთი ტიპის ენერგიებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ვალებთან.
რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კაზინოს საკითხებთან, ნარკოტიკებთან, უსაწევთან, მოკლედ ყველაფერ არაჯანსაღთან, ქალების შემთხვევაში გეტყვით ასევე არა პრინციპში არა მხოლოდ ქალების შემთხვევაში, გეტყვით იმას, რომ შეიძლება გამოვლინდეს გადამეტებული ფულის ხარჯვა, შეიძლება კვებითი აშლილობის საკითხები იყოს, შეიძლება ზედმეტი წუწუნი, ზედმეტი დეპრესია, ზედმეტი მიჯაჭვულობა ადამიანებზე. სამყარო ითხოვს თქვენგან რომ გამოიღვიძოთ, იმიტომ რომ თქვენ თავს აზიანებთ და ამავდროულად თითქოს ძალიან ეჭვიანები გახდით ბოლო დროს და სამყარო განიშნებთ იმას, რომ რაღაცა საკუთარი თავის დაზიანებაზე გადადიხართ უკვე შინაგან ფორმატში, ხო? ნახოთ სამყაროს კიდევ რისი თქმა სურთ თქვენთვის. კარგი. ქალბატონებო, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თუ კი თქვენი სწავლით დააბალანსოთ თქვენი ფინანსური მხარჯველობა, ძალიან გამყარდებით რეალურად ამაში და შეძლებთ ფულთან ფული მოიზიდოთ. გარდა ამისა, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენს თავზე კარგი იქნება თუ მიფსიზრუნებთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია რაღაცა ცოტა მოიფლავეთ, ხეშად რო ვთქვათ. ხო, არა, უნდა იზრუნოთ თქვენს თავზე აუცილებლად. და საჭირო არის, რომ ცოტა გაბრანჭვას დაუთმოთ დრო, რაღაცა შეიძლება ვიღაცა ვარცხნილობა შეიცვალოს, თმა შეიღებოს, რაღაცით თქვენს თავზე იზრუნეთ. წადით და მაგალითად ახალი ტანსაცმელი იყიდეთ. რაც შეიძლება დიდი ხანი არ გაგიკეთებიათ. სალონში წადით, თქვენს თავს მოუარეთ სხვადასხვა პროცედურები და ეს ძალიან კარგი იქნება. სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს ფემინურ ნაწილზე, ის რაც გაბედნიერებთ რეალურად, იმიტომ რომ თქვენ ამას იმსახურებთ. თქვენი ენერგია მთლიანად ითხოვს იმას, რომ თქვენი რესურსი სწორად ჩაიდოს, თქვენი რესურსი ჩაიდოს არა ყველას ზრუნვაში ამ მომენტში ირგვლივ, არამედ ახლა საკუთარ თავს სჭირდება დრო. საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ მაქსიმალურად და დაუთმოთ თქვენს თავზე დრო და ასე ამოვნოთ, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურებთ. მამაკაცების შემთხვევაში გეტყვით, რომ აქ თქვენ შემთხვევაშიც ვიტყოდი, რომ ზრუნველობა ნამდვილად გჭირდებათ ამ მომენტში, იმიტომ რომ შეიძლება ბოლო დროა სიამოვნებებს ძალიან მოაკლდით. შეიძლება ბოლომდე საქმეში იყავით გადაშვებულები, ან პრობლემების მოგვარებაში მუდმივად, ან უბრალოდ რთული პერიოდი გქონდათ მამაკაცებსაც და ქალებსაც, იმიტომ რომ აქ ამოდის ცხრიანი ხმლები, მეგობრებო. ცხრიანი ხმლების ენერგია დაკავშირებულია სტრესთან, ნერვიულობასთან, უძიაო ღამეებთან, ხო? რომელიც საშუალებას არ გაძლევთ იფუნქციონიროთ შესაბამისად. შეიძლება სამსახურმა გადაგღალათ უბრალოდ და ეხლა გჭირდებათ, რომ რაღაცით ენერგია აღიდგინოთ და თქვენი ენერგიის აღდგენის ფორმა ახლა არის საკუთარ თავზე ზრუნვა. ან უბრალოდ მოუწყვეთ საკუთარ თავს დასვენების დღე, გამოიძინეთ კარგად და აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. თქვენ შემთხვევაში აქ სხვა განსაკუთრებული დეტალი არ გვეკვეთება, მაგრამ კარგი იქნება ამ მომენტებს თუ გაითვალისწინებთ. სხვადასხვა ძალიან კარგი დასვენების საშუალება იქნება თქვენთვის სპა მასაჟის მოვლის პროცედურები, სასიამოვნო მშვიდი მუსიკა, იმიტომ რომ რელაქსაციაში დაგეხმარებათ. მადლობა მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ სამივე ვარიანტს მოგეწონათ გაშლა. არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის მოწონება, გამოწერა და დაკომენტარება, რაც ყველაზე მთავარია, როგორ რეზონირებდა ეს ყოველივე თქვენთვის და რამდენად მოგწონთ ჩემი გაშლები. ან რაზე ისურვებდით შემდგომ გაშლის თემატიკას. მე კიდე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. დროებით.